აზიისა და ევროპის ტურნედან დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომას მართავს. ეკონომიკური საკითხების გარდა განცხადებები გაკეთდა ქართულ ფეხბურთში შექმნილ მდგომარეობაზეც. ნატა მახულაძე გვერდება პირდაპირ ეთერში მთავრობის კანცელარიიდან. ნატა, ფეხბურთის თემაზე რა განცხადებები გააკეთეს მთავრობის სხდომაზე? როგორც ლადო ვარძელაშვილმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, მას არ აქვს ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაცია, თითქოს დინამო ბაიას თამაში იყო წინასწარ გაყიდული. მისი ინფორმაციით ამ დროისათვის შექმნილია ფედერაციაში სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს სწავლობს. იმ შემთხვევაში, თუ მართლაც დადასტურდება ეს ფაქტი, მინისტრი პირადად მოითხოვს უმკაცრესი სანქციების გატარებას. არსებობს ფედერაციაში კომისია, რომელიც ამას განიხილავს და მე ვფიქრობ, თუ ესეთი რამე მოხდა, აუცილებლად მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი მონაწილეს და განხორციელებელს. ჯერჯერობით ჩემთვის დამამტკიცებელი რაიმე ესეთი არგუმენტი არავის არ წარმოუდგენია, ამის ეს არის მოსაზრების დონეზე და ნახოთ, დაველოდეთ კომისია განიხილავს, შეისწავლოს ამ საკითხს და ამის შემდეგ უკვე მე თვითონაც მოვითხო, რომ მკაცრი სანქციები გატარდეს, თუ დადასტურდება. ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე ასევე გააჟღერა ახალი ინიციატივა, რომელიც საბაჟოზე ავტომობილების გამბაჟების წესების გამარტივებას ეხება. კერძოდ, თუ აქამდე 20 დღის განმავლობაში იყო სავალდებულო ავტომობილის გამბაჟება, ეს ვადა იზრდება და ის 45 დღემდე გრძელდება. საქართველოსთან გადატანილი პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია 33%-ით და მნიშვნელოვანია ის, რომ გაზრდილია ეს ზრდა მოდის არა მარტო ფასების ზრდის გამო, არამედ მოდის იმით, რომ უფრო მეტი პროდუქცია და უფრო მეტი სახეობის პროდუქცია გადის საქართველოსთან. რეალურად საქართველო გახდა გარკვეულწილად ცენტრი ბევრი საავტომობილო კომპანიის და ტრეიდერის, იმისაც რომ საქართველოში ჩამოიყვანოს ავტომობილები, აქ დაასაწყოს და შემდეგ უკვე აქედან გააქვს ექსპორტზე უკვე აზერბაიჯანში, სომხეთში და შუა აზიის ქვეყნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ დიდ შემოსავალს ტოვებს. შესაბამისად ჩვენ გვინდა გავუმარტიოთ ამ ადამიანებს და ამ ბიზნესებს საქმის კეთება და აქამდე თუ 20 დღიანი იყო განბაჟების ნულოვანი განბაჟების პერიოდი, ჩვენ გვინდა რომ ეს პერიოდი გავზარდოთ 45 დღემდე. ამ დროისათვის მთავრობის სხდომა ისევ გრძელდება. მთავრობის კანცელარიაში მთავრობის წევრებს 40 საკითხი აქვთ განსახილველი.